ჰორმუზის სრუტე. როგორ გახდა ეს პატარა ტერიტორია მსოფლიოს ყველაზე საშიში იარაღი? ყველაფერი დაიწყო 1908 წელს, როცა ბრიტანელებმა ირანში ნავთობი იპოვეს. მალევე ნავთობის საბადოები სპარსეთის ყურის 8 ქვეყნიდან 8-ში აღმოაჩინეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადგინდა, რომ რეგიონში თავმოყრილია მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 75%. ასე იქცა ჰორმუზის სრუტე პლანეტის არტერია, სადაც დღეში 22 მილიონი ბარელი ნავთობი გაედინება. 1951 წელს ირანმა ბრიტანული კომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა. საფასუხოდ 1953 წელს CIA-მ და M16-მა ირანში გადატრიალება მოაწყვეს. პრემიერი გაიქცა. პირველ პირად კი შაჰი მოჰამედ რეზა დაინიშნა. 1979 წელს კი ისლამური რევოლუცია მოხდა. შაჰი ჩამოაგდეს და ტახტზე აიათოლა ხამენეი ავიდა. მან სრუტეზე პრეტენზია გამოთქვა და რევოლუციიდან 1 წელში 1980 წელს დაიწყო ომი ერაყთან. ირანი და ერაყი სრუტეში ერთმანეთის გემებს უტევდნენ. დღესაც იგივე თამაშია. ამერიკას უნდა ჰორმუზის სრუტე აკონტროლოს. ირანი კი შანტაჟისათვის იყენებს ჰორმუზის სრუტის გავლენას მსოფლიოზე.